მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონფერენცია, განვიხილეთ ყველა საკითხი ფაქტობრივად რაც 9 პრიორიტეტის ნაწილი არის, მათ შორის ქონდა მსჯელობა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტზე, რომელიც მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა. მოვისმინეთ რა მოლოდინები აქვს არასამთავრობო სექტორს ყველა საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დაწყებული დეზინფორმაციის პრობლემატიკისგან და გაგრძელებული უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის საკითხებით, დეოლიგარქიზაციით, სასამართლო რეფორმით, მედიასთან დაკავშირებული საკითხით, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ქონდა ძალიან გულახდილი, ღია და საინტერესო დისკუსია მსჯელობა ოპოზიციაც მონაწილეობდა მთლიან ამ პროცესში და მინდა მათაც მადლობა გადაუხადო, რომ ქონდა ძალიან საგნობრივი დისკუსია. ჩვენი გეგმა არის, რომ უახლოეს დღეებში მათ შორის შევიმუშაოთ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, ამასაც გავაცნობთ საზოგადოებას და როგორც წარმატებულად მივდიოდით 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ასეთი წარმატებული იქნება საქართველო, თუ კი ამ საკითხში ჩაერთვება ყველა სამოქალაქო სექტორიც, ოპოზიციაც და ისევე წარმატებული ვიქნებით საბოლოო ჯამში შედეგების მხრივ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური გადაწყვეტა. ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გვაქვს? ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ძალიან კარგი დისკუსია იყო აქ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებებიც მოვისმინეთ. კიდევ ერთხელ ეს პროცესი ღიაა ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და დღევანდელმა ღონისძიებამ ვფიქრობ, რომ დაარწმუნა ამაში კიდევ ერთხელ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე ოპოზიციაც, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება რაღაცებზე ვერ თანხმდებოდეთ, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად გულახდილად ვსაუბრობთ ჩვენ არგუმენტებზე, ჩვენ მოსაზრებებზე, ვისმენთ სხვა მოსაზრებებს, თუ კი რაღაცაში ვერ თანხმებით, ამასაც ვამბობთ, თუ კი არ ვეთანხმებით, იმასაც ვცნით, რა ასპექტში არ ვეთანხმებით. მთავარი არის ერთი რამ, რომ შეიძლება ჩვენ რაღაც საკითხებზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გვქონდეს ამაზე მსჯელობა და საზოგადოებამ ნახოს რა არის არგუმენტები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოება თავის დასკვნებს ყოველთვის ჯეროვნად გამოიტანს. საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით მანიფესტი აღნიშნული მათი მთავარი ამოსავალი რო არ ჩავშალოთ არის ისე ვარდების რევოლუცია და ნაციონალური მოძრაობა საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბიზნესის მისაღწევად და მათთვის მიზანი ამ შემთხვევაში არის ოლიგარქის შეცვლა და ხელისუფლების შეცვლა. რახან რაღაც ასე ვთქვათ იუბილეებს და რაღაც მომენტებს აღნიშნავენ, ალბათ კარგი მომენტი არის იმისთვის, რომ მანიფესტი შეადგინონ ერთპუნქტიანი, რომლის თავარი არსი იქნება, რომ ნაციონალური მოძრაობა იშლება. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი საქმე, რასაც ისინი გაუკეთებდნენ ქართულ ხალხს. რამდენად მიზანშეწონილია ბატონო შალვა? თარიღი რომის აღნიშვნაც უნდა მოხდეს, აი როგორ. საბოლოო ჯამში საქართველოს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ცვლილებები ჰქონდა და რაც შეეხება 2003 წლის მოვლენებს, რომელიც ეხება არჩევნებს, მის გაყალბებას და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ნაციონალური მოძრაობის მმართველობამ გვაჩვენა ჩვენ, რომ ეგრეთ წოდებული რევოლუციური ცვლილებები საბოლოო ჯამში ამ ცვლილებებს მივყავართ ცუდ შედეგებამდე, ჩვენ მიგვიყვანა ნაციონალური მოძრაობამ ავტორიტარულ რეჟიმამდე, მიგვიყვანა ადამიანის ღირსების შემლახველ სისტემამდე, წამების, არაადამიანური მოპყრობის სისტემამდე და სამწუხარო არის, რომ ნაციონალური მოძრაობის ის თაობაც კი, რომელიც მისი მმართველობაში ყოფნის დროს არ იყო შეიძლება აქტიური წევრი ნაციონალური მოძრაობის ან ხელისუფლების აქტიური წევრი, ვერაცნობიერებს იმ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, მანამ სადამ არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს ქართული ხალხის წინაშე და არ გააცნობიერებენ ამ დანაშაულების საფუძველი რაში იყო, რა თქმა უნდა, ასეთ პარტიას პერსპექტივა არ აქვს და რაც შეეხება აღნიშვნებს, გამოდის რომ ისინი აღნიშნავენ საბოლოო ჯამში კაც მოძულე, ადამიანის მოძულე სისტემის ჩამოყალიბების იუბილეს, რაც ძალიან მძიმეა ამ ქვეყანაში ბევრი არის ადამიანი, ვინც მსხვერპლი იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის და რა თქმა უნდა
ამის წარმოჩენა რაღაც დღესასწაულად არის მათ შორის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლების დაცინვა. საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ბატონო შალვა, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ეს იყო FSB-ს დაგეგმილი აქცია. ასევე ამ მომენტში ადანაშაულებს ბაძი წატარკაცის როგორ შეგვიფასებთ ამ ყველაფერს მის განცხადებას? ერთადერთი ჩვენ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა ვიცი, სხვა სპეცსამსახურებზე საუბარი არ ვიცი როგორ გამოზდის ადამიანს, რომელიც თავად დადასტურებულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაფარეს საქართველოში 2021 წელს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი თავად არის ინსტრუმენტი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისა, სხვებზე საუბარი არ მგონია მისგან რელევანტური იყოს. ბოდიში საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კითხავთ, ოპოზიცია ამჯერად უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გაერთიანდებიან, თუმცა ამას ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მათ არ ჭირდებათ, თქვათ, არანაირი გაერთიანება და 5%-იან ბარიერსაც გადალახავენ, თუმცა მაინც მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ დაწიოს ბარიერი 2%-მდე, რადგან ეს ევროპულ სტანდარტებში ჯდება. მოკლედ ეს მე მგონი ხელოვნური თემაა, რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს. ყველა ეს დისკუსია გვაჩვენებს, რომ ოპოზიციისთვის ეს რელევანტური საკითხი არ არის. მინიმუმ 6 ოპოზიციური პარტია ამბობს, მას არ აქვს პრობლემა 5%-იან ბარიერთან, ამიტომ არ ვიცი საერთოდ რატომ მოდის ეს ხელოვნური თემა. მე მგონი ეს დისკუსია დასახური არის. არის ადეკვატური ის ბარიერი, რომელიც გვაქვს ჩვენ საქართველოში. კონსტიტუციაში არის უკვე წლებია გაწერილი, ყველამ კარგად იცის და იცოდა რა სისტემა გვაქვს საქართველოში. ჩვენ ერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ 2020 წელს 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის ნეგატიურ შედეგებს დღემდე ვიმკით საქართველოს პარლამენტში, იმით, რომ ჩვენ სინამდვილეში ამის შედეგად გვაქვს არითმეტიკული სიმრავლე და არა პლურალიზმი პარლამენტში. სინამდვილეში ჩვენ 12 პოლიტიკური ჯგუფი კი არ გვყავს, რაც არითმეტიკულად ასე ჩანს ჩვენთან. სინამდვილეში არის ერთი ნაციონალური მოძრაობა, რომლის ქვეშაც ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები არიან გაერთიანებული და სამწუხაროდ 1-2 პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ არ იყოს საქართველოს პარლამენტში, ამით ვერ ქმნის ოპოზიციურ ფლანგზე. ამიტომაც კიდევ ერთხელ ექსპერიმენტების დრო საქართველოს ნამდვილად არ აქვს. რაც შეეხება 5%-იან ბარიერს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, ადეკვატური ბარიერისა და ყველა უნდა მოემზადოს ამ ბარიერს. ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიას გავაგზავნოთ, თუ შეიძლება, მათ აღნიშნეს, რომ ექნებათ ასეთი განიხილავენ კიდეც, რომ ნაციონალური მოძრაობის მიღმა შეიქმნას კიდევ ერთი მსხვილი გაერთიანება. შანსები ამ შემთხვევაში როგორ ექნებათ და რას უწინასწარ მეტყოლებთ საარჩევნოდ? პრობლემა არის არა პარტიების რაოდენობაში, იმიტომ რომ თუ კი იქნებოდა სათანადო პოლიტიკური ძალები, რომელიც ქართული ხალხის ეროვნული ინტერესებიდან ამოდის, მაშინ მათ სათანადო მხარდაჭერაც ექნებოდა. თუ ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები 5%-იანი ბარიერით, 5 პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი. რატო? იმიტომ ისინი ორიენტირებული არიან საკუთარ ხალხზე, საკუთარ ამორჩევლებზე. ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლოიალური არ არიან საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ. მათი თვალი გაურბით სხვაგან, საქართველოს ქვეყნის გარეთ, სხვა ინტერესები, სხვა პოლიტიკური ჯგუფების ფარველობით და დაკვეთით მოქმედებენ საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო და შემდეგ უკვირთ, რომ არჩევნებში ვერ იღებენ მხარდაჭერას. ამიტომ აქ სტრატეგია ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას უნდა ქონდეს ერთი, რომ ემსახუროს საკუთარ ხალხს და ის, ვინც არ ემსახურება საკუთარ ხალხს, ვერ იღებს მხარდაჭერას ქართული ხალხისგან. შესაბამისად, ეს არის გამოსავალი და არა ასეთი დაჯგუფება, ისეთი დაჯგუფება, გამსხვილება თუ დაშლა. მთავარი არის ერთი რამე, ის, ვინც ქართული ხალხის ინტერესს ემსახურება, მიიღებს ქართული ხალხის მხარდაჭერას, ის, ვინც მოქმედებს ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, დარჩება მარგინალურ წრეში, რომელშიც ისინი არიან. ბატონო შალვა, ლაზარეს შეწყალების შემთხვევაში რა ემოცია იქნება ქართულოსნებას? რა რეაქცია იქნება? დავამატებთ. იმ შემთხვევაში პრეზიდენტს პოლიციამ მიმართა მის შეწყალების მოთხოვნა და რა რეაქცია იქნება ქართულოსნებას? რაც შეეხება ამ საკითხის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ჯერ მეგონი მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლოს მივცეთ იმის შესაძლებლობა ახსულება და მოვისმინოთ მართლმსაჯულება რას იტყვის ამ საქმესთან დაკავშირებით. მოლოდინი თუ გაქვთ რომ პრეზიდენტი შეიწყალებს? მე ზოგადად არანაირ მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით
არ მაქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ვინაიდან მან კონსტიტუცია დაარღვია არათუ შეწყალებები, ანუ ის გასულია სულად კონსტიტუციური ჩარჩოებისგან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის წინასწარ განჭრეთა შეუძლებელი არის, ერთი რამე არის ქართული ხალხის ინტერესში, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინოს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გაბედა საქართველოს ისტორიაში პირველად და ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს და ესაა მოლოტოვის კოქტეილი. ეს უნდა იცოდეს ქართულმა ხალხმა და ამას იმსახურებს ქართული ხალხი, რომ ეს სიმართლე იცოდეს. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების აღსრულებამდე ამაში ჩარევა ეს არის იქნება ხელისშეშლა მართლმსაჯულებისა და ხელისშეშლა იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა გაიგოს და დაადგინოს რა არის სიმართლე. მადლობა.